რამზან კადიროვის შვილი ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით ის გუშინ გროზნოს ერთ-ერთ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. წყაროების ცნობით ადამ კადიროვი, რომელიც მანქანას თავად მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით კადიროვის მდგომარეობა მძიმეა და ის ვერტმფრენით მოსკოვის საავადმყოფოში გადაჰყავთ. უკრაინა მოსკოვის ოლქში სერპუხოვის ელექტროსადგურს, ვოსკრესენსკში კი ქიმიურ ქარხანას დაარტყა, რომელიც რუსული სამხედრო ინდუსტრიის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. აფეთქების შედეგად სერპუხოვი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით აფეთქებების ხმა ისმოდა სოჩში, ტუაფსესა და კრასნოდარის მხარეშიც. რუსეთთან კავშირების მქონე მილიარდერი ბიზნესმენი სამվել კარაპეტიანი სომხეთის სასამართლომ ციხეში დააბრუნა. ის 2025 წლის ივნისში სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების ბრალდებით დააკავეს, საახალწლოდ კი გირაოთი გაათავისუფლეს. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და პრორუსი ბიზნესმენის პატიმრობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. რუსთავში დაცვის კომპანია ალგანის ოფისში ბრენდული დასახელების ფალსიფიცირებულ ალკოჰოლს ამზადებდნენ. დაკავებულია ორი პირი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს გამოძიებო სამსახური ავრცელებს. ამოღებულია 204 ბოთლი ფალსიფიცირებული სასმელი, ყალბი, აქციზები და სხვა მასალები.